განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენს წინა შეხვედრებზე შევეცადეთ შესაბამისი მოცულობით განგვეხილა ხატოვნებასთან დაკავშირებული საღვთისმეტყველო სწავლების მიმართება ერთი მხრივ ყოვლადწმინდა სამებასთან, მეორე მხრივ საკუთრივ ძეღმერთთან მამაღმერთისადმი და როგორც აი ამ მეორე თემასთან დაკავშირებით დასასრულს აღნიშნავდით, ასევე შევეხებოდით იმავე ტერმინ ხატის საღვთისმეტყველო რაობას მეორე ჰიპოსტასის განკაცებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ანუ განკაცებულ ძეღმერთთან იესო ქრისტესთან დაკავშირებით. ჯერ მაინც გავიხსენებთ იმ ფუძემდებლურ დებულებებს, რითაც ტერმინ ხატის საღვთისმეტყველო რაობა მართლმადიდებლური ცნობიერებით იქნება აღქმული ჩვენგან, რომ ხატი ორმნიშვნელოვანი ცნებაა ღვთისმეტყველურად, ერთი მხრივ მას აქვს არსობრივი ბუნებითი გაგება და ამ გაგებას ბერძნულად გადმოსცემს ტერმინი ჰემორფე, მეორე მხრივ ქართულ ტერმინ ხატს აქვს ჰიპოსტასური გაგება, რასაც ბერძნულში გადმოსცემს ტერმინი ჰეხარაქტერ და მესამე მხრივ ტერმინ ხატს აქვს მიმართებითი გაგება, ანუ არქეტიპისადმი მისი დამოკიდებულების შინაარსი, ხატის დამოკიდებულების შინაარსი, ამავე ხატოვნებითი საღვთისმეტყველო თემატიკის კუთვნილება. ეს მნიშვნელოვანი ტერმინ ხატისა, რომ ერთი მხრივ ის ბუნებითი გაგებისა, მეორე მხრივ კი ჰიპოსტასური გაგების და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ესე იგი ჰიპოსტასურ გაგებასთან დაკავშირებით, ხატი გარდა აბსოლუტური მნიშვნელობისა, აბსოლუტური მნიშვნელობა ნიშნავს, თუმცა მიმართება არ აქვს სხვა რეალობასთან და სხვა ტერმინთან, გარდა ამგვარი აბსოლუტური მნიშვნელობისა, როდესაც ითქმის, რომ სამი ჰიპოსტასური ხატია, რომ მამას თავისი ხარაქტერი, ანუ ხატი აქვს, ძეს თავისი ხარაქტერი, ანუ ხატი და სულიწმინდასაც თავისი ხარაქტერი, ანუ ხატი და ყველა ასეთ შემთხვევაში ტერმინი ხატი იგივეობრივია ტერმინ თვისებისა, ტერმინ გვამოვნებისა, ტერმინ პირისა. აი გარდა ამ გაგებისა, ჰიპოსტასური რაობა ხატისა კიდევ შეიცავს მიმართებით მნიშვნელობასაც ტერმინ არქეტიპთან დაკავშირებით. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსობრივი გაგებით ხატი ერთი ასპექტით განიხილება, ხოლო ჰიპოსტასური გაგებით განიხილება ორი ასპექტით, ერთი თავისთავადი აბსოლუტური მნიშვნელობით სხვა ტერმინთან მიმართების გარეშე და მეორე უკვე მიმართებითი, ანუ რელატიური შინაარსით სხვა ტერმინთან დაკავშირებით და ეს სხვა ტერმინი გახლავთ არქეტიპი. ჩვენ ამაზე ვრცლად ვისაუბრეთ, ალბათ გახსოვთ, რომ გარდა იმისა, რასაც საეკლესიო მოძღვრება, საეკლესიო ლიტურგიკა ყოველწამიერად მოძღვრობს და ასწავლის, რომ სამხატოვნებაა ყოვლადწმინდა სამება, ესე გარდა ამ ჰიპოსტასური გაგებისა, ტერმინი ხატი ითავსებს მიმართებითობის გაგებას არქეტიპთან დაკავშირებითაც და ითქმის, რომ მამაღმერთი არის არქეტიპი ძისა, ხოლო ძე არის ხატი არქეტიპისა, ანუ მამაღმერთისა. ამჯერად შევეხოთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა იკვეთება ხატისა განკაცებულ ძეღმერთთან მიმართებაში. აქაც ორი მნიშვნელოვნება, ორი გამოკვეთილი მნიშვნელობა ხატისა, ერთი მხრივ ბუნებითი გაგება მისი და მეორე მხრივ ჰიპოსტასური გაგება აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ორივე ასპექტი ტერმინ ხატის საღვთისმეტყველო რაობისა ქრისტოლოგიურადაც სავსებით მკაფიოა. ჩვენ ამაზე წერილობითაც არაერთგზის ჩამოგვიყალიბებია ეკლესიის მამათა სწავლება, აურაცხელი ციტატის საფუძველზე, რომ განკაცებული ძის მხრივ ერთი მხრივ ხატი კვლავაც ინარჩუნებს ბუნების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პავლე მოციქულის იმ სიტყვებით და იმ სიტყვების საფუძველზე და იმ სიტყვებიდან გამომდინარე, როდესაც ხსენებული მოციქული გვაუწყებს და გვასწავლის, რომ ძეღმერთი, რომელიც ხატი მამისა იყო, განკაცდა და ხატი მონისა მიიღო. აი ეს ფრაზა პავლე მოციქულისა, რომ ხატი მონისა მიიღო ძეღმერთმა, გულისხმობს მისგან ადამიანური ბუნების, ადამიანური არსების მიღებას, იმ ბუნებისა და არსებისა, რითაც იგი ჩვენი თანაარსი გახდა, ჩვენი ერთარსება გახდა, ისევე როგორც განკაცებამდე და მარადიულად არის ერთარსება და თანაარსი მამაღმერთისა და სულიწმინდისა. ყოველთვის, ყოველგვარად ის თანაარსია მამისა და სულისა და ერთარსია მათთან, მაგრამ ყოველთვის არ გახლავთ თანაარსი და ერთარსი ადამიანებისა. იგი ადამიანთა თანაბუნებითი, ადამიანთა თანაარსი, ადამიანებთან ერთარსი ხდება მხოლოდ და მხოლოდ განკაცებისას. ასე რომ ხატის ბუნებითი მნიშვნელობა თვით პავლე მოციქულის სიტყვებშივე მკაფიოდ ჩანს, როდესაც, როგორც აღნიშნეთ, ითქმის, რომ მან განკაცებისას ხატი მონისაი მიიღო. როდესაც ეს სიტყვები პავლე მოციქულისა ღვთისმეტყველთა შრომებში ციტირებულია არაერთგზის, რა თქმა უნდა, და ეს შრომები შემდეგ ქართულად ითარგმნება, არაიშვიათად ჩვენ ხედავთ, რომ ასეთ შემთხვევაში და ასეთ კონტექსტში
ბერძნული მორფე არა მხოლოდ ხატად ითარგმნება, არამედ ითარგმნება აგრეთვე ბუნებადაც, რითაც კვლავ მკაფიოდ დასტურდება, რომ ბუნებითი გაგება ტერმინ ხატისა ისევია შენარჩუნებული განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით, როგორც ეს გაგება მას ჰქონდა და აქვს მარადიულად ყოვლადწმინდა სამებასთან მიმართებით, ძეღმერთთან მიმართებით განკაცებამდე. რაც შეეხება მეორე ასპექტს, რომელიც სამწუხაროდ გარკვეულ პერიოდში საცილო და საკამათო გახდა და ამაზეა უფრო მეტი აქცენტირება ჩვენი მსჯელობისა, შეინარჩუნა თუ არა ტერმინმა ხატმა ჰიპოსტასური გაგება განკაცებულ ძესთან დაკავშირებით, როგორც ადრეც მრავალგზის აღნიშნეთ, სამწუხაროდ სწორედ ეს დადგა ეჭვის ქვეშ, აქვს თუ არა საერთოდ ხატს ჰიპოსტასური გაგება, ჩვენ აურაცხელი ნიმუში მოვიტანეთ ამისა და ამჯერადაც განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით კვლავაც მოუხმობთ უაღრესად შთამბეჭდავ და მკაფიო ნიმუშებს დასადასტურებლად იმისა, რომ ტერმინი ხატი განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებითაც ითავსებს არა მხოლოდ ბუნებით გაგებას, არამედ აგრეთვე ჰიპოსტასურ გაგებასაც. როგორც აღნიშნეთ, ამ კუთხითაც, ესე იგი ჰიპოსტასური გაგებით განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებითაც, ნიმუშები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ყველაზე უფრო ერთაზროვან ცალსახად აღსაქმელ ნიმუშებს დავიმოწმებთ ამჯერად. მაგალითად, ასეთი ნიმუში. დავიწყოთ ქრონოლოგიური ციტირებით, მკაფიოდ რომ გამოჩნდეს, რომ ეს ერთი დიდი საღვთისმეტყველო ტრადიციაა ქართულენოვან საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში და არა ვთქვათ, რომელიმე კერძოობითი ეპოქისა. რომ ყველა ეპოქაში ტერმინ ხატს არა მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებასთან მიმართებით, ესე იგი სამპიროვნებასთან მიმართებით, არა მხოლოდ ერთ-ერთ ჰიპოსტასთან მიმართებით იქნება ეს მამაძე და სულიწმინდა, არა მხოლოდ ჰიპოსტასისა და ჰიპოსტასის მიმართებასთან დაკავშირებით თქვათ ძისა მამისადმი, არამედ საკუთრივ განკაცებულ ჰიპოსტასთან ძეღმერთთან დაკავშირებითაც ყოველთვის და მკაფიოდ და ღრმად აქვს შთაბეჭდილი და შთაარსებული და ასეთი ტერმინიცაა შთატვიფრული ჰიპოსტასური გაგება. როდესაც ვამბობთ ქრონოლოგიური წესის დაცვას, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადრინდელი საღვთისმეტყველო ძეგლი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავიმოწმოთ, გახლავთ სახელგანთქმული ლიტურგიკული კრებული ძველი იადგარი, რომელიც გამოქვეყნებულია სრული სახით, უძველესი იადგარის სახელწოდებით და მასში ის, რასაც ამჯერად ჩვენ საუბრობთ და რაზეც ხაზგასმა გვაქვს, მკაფიოდ დასტურდება. თქვათ ასეთი ციტატა: ორთაგან ბუნებათა ერთ ხატად იცნობების ქრისტე. ეს გახლავთ ხსენებული გამოცემის, ესე იგი უძველესი იადგარი, რომელიც გამოცემული 1980 წელს 399 გვერდზე. აი ეს ფრაზა, რომ მაცხოვარი განკაცებული ღმერთია იცნობება, ანუ აღიარებული, ანუ შემეცნებული ადამიანთაგან, როგორც ორთაგან ბუნებათა ერთი ხატი, მკაფიოდ წარმოგვიჩვენს მართლმადიდებლურ დიოფიზიტურ ქალკედონიტურ დოგმაც, რომ განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანია და ერთი ჰიპოსტასი. აქ ტერმინ ხატს აქვს გამოკვეთილად და მხოლოდ, რა თქმა უნდა, უპირობოდ ჰიპოსტასური გაგება, ჩვენ რომ აქ ტერმინ ხატში ბუნების მნიშვნელობა ჩავდოთ, მაშინ ცალსახად მონოფიზიტურ აღსარებლობას მივიღებდით, იმიტომ რომ თუ მაშინ ერთი ხატი გაუტოლდებოდა ერთ ბუნებას და ეს გახლავთ სწორედ მონოფიზიტური აღსარებლობა. მაშინ როცა უძველესი იადგარში მკაფიოდაა თქმული, რომ განკაცებული ღმერთი არის ერთი ხატი, ხოლო მართლმადიდებლური სწავლებით ერთი განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით მხოლოდ ჰიპოსტასია, ბუნება კი ორი. ამიტომ და თან ეს ორი ბუნება აქვეა მითითებული, ორთაგან ბუნებათა ერთი ხატი. აშკარაა, რომ ხატი ამ შემთხვევაში უიგივდება ჰიპოსტას და ეს იგივეა, რომ აქ თქმულიყო ორთაგან ბუნებათა ერთ გვამოვნებად ან და ერთ პირად იცნობების ქრისტე. კიდევ ხოლოი ორითა ბუნებითა სრულითა ერთ ხატად გიცანთ ძეო მხოლოდ შობილო. აბსოლუტურად გასაგები და ერთმნიშვნელოვანი სწავლებაა, რომ განკაცებული ძეღმერთი არის ორი ბუნებით და ერთი ხატი. ანუ ერთი ჰიპოსტასი, ანუ ერთი პირი. იმიტომ რომ ყველა მსმენელის გასაგონად, ასე ვთქვათ, და ყველას გასაგონად კვლავ მკაფიოდ აღნიშნავ და მიუთითებთ, რაც ისედაც ცნობილია ალბათ ყველა მსმენელისთვის, რომ განკაცებული ღმერთი ერთი ითქმის ჰიპოსტასით მხოლოდ და არა ბუნებით. ამიტომ ხედავთ რა, რომ ქართულ საღვთისმეტყველო ტრადიციაში განკაცებულ ღმერთს ეწოდება ერთი ხატი, აბსოლუტურად ცალსახაა, რომ აქ ხატი უიგივდება კვლავაც ბერძნულ ხარაქტერს, სწორედ ხარაქტერი ითქმის ბერძენ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა შრომებში განკაცებული ღვთისადმი, როგორც ერთი ხარაქტერი აქვს განკაცებულ ღმერთს, ანუ იგივე ერთი პირი, ერთი გვამოვნება, ანუ ერთი ხატი და ეს ქართულად აი ამგვარი ფორმულირებით წარმოჩნდება. ხოლოი ორითა ბუნებითა სრულითა, თან როგორ მაქსიმალურად და აბსოლუტურად დიოფიზიტური ფორმულირება, მარტო ორითა ბუნებითაც რო ყოფილიყო, ესეც გულისხმობდა ამ სრულს, მაგრამ ვინმე რო შეცდომაში არ შევიდეს, ეს სიტყვაც დამატებულია აქ, რომ სრული ორბუნებოვნება ძეღმერთის არის აღიარებული, ამავე დროს ერთი ხატი, ანუ ერთი ჰიპოსტასი. კიდევ
ისევ იგულისხმება ყოვლადწმინდა მარიამისაგან ზეღმერთის კაცობრივი შობა, ისევ ორითა ბუნებითა ერთ ხატად, კიდევ ერთ ხატად, ღმერთად და კაცად გამოსჩნდი ქრისტე, ღმერთო ჩვენო, უვნებელი და ვნებული, ერთ გვამად. როგორც ჩანს, ეს ქართველი მკითხველის ორიენტირებული ორიენტირებისთვისაა ბოლოში დამატებული ერთ გვამად და აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს ერთ გვამად უიგივდება თავში თქმულს ერთ ხატად. ერთი ხატი და ერთი გვამი ამ ციტატის მიხედვით სრულიად იგივეობრივია, როგორადაც გამოჩნდა მაცხოვარი ღმერთის სრული და კაცის სრული, ანუ ორბუნებოვანი. შემდეგი ციტატა. გიცანთ სრული თვითებითა ქრისტე, ორითა ბუნებითა ერთ ხატად. ეს ყველა ციტატა, რაცაც ახლა ჩვენ მიმოწმებთ, გახლავთ უძველესი ადგარი, რაც განეკუთვნება დაახლოებით მე-9 საუკუნეს, მე-10 საუკუნის დამდეგსაც ნაწილობრივ დამატებებით ვართ და აი ამ პერიოდის საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიას შეიცავს ეს ძეგლი. იპოვე ერთ ხატად ორითა ბუნებითა. ასე რომ, ესე იგი, როგორც აქ გამოჩნდა, ქალკედონის მსოფლიო კრების მიერ დადგენილი დოგმატი მის შესახებ, რომ განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე არის ერთი ჰიპოსტასი, ანუ ერთი გვამი, ერთი პირი, ორი ბუნებით, საქართველოს საეკლესიო წიაღში უძველესი დროიდანვე ასეხმოვანებს. იესო ქრისტე არის ერთი ხატი, ორითა ბუნებითა. იმ ტერმინებთან ერთად, რაც უკვე თქვით. შესაბამისად, ამ მხრივაც, ესე იგი, განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებითაც, ტერმინ ხატის იდენტობა ტერმინ ჰიპოსტასთან, ანუ ტერმინ პირთან სრულიად აშკარაა. აქ შეიძლება მეტიც ითქვას, რომ ქართული დოგმატური ტერმინოლოგია პიროვნული ხატის არსთან, ბუნებასთან გაიგივებას, რასაც სამწუხაროდ დღეს ადგილი აქვს, პირდაპირ და უპირობოდ ნესტორიანულ ერესად თვლის. ესე იგი, ჰიპოსტასური გაგებით თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ხატი კვლავაც მხოლოდ ბუნებას ნიშნავს და შესაბამისად მაცხოვრის მიმართ უნდა გამოვიყენოთ არა ერთი ხატი, არამედ ორი ხატი, ორბუნებოვნების შესაბამისად, ეს დაუშვებელია, რადგან ეკლესიური სწავლებით ჰიპოსტასურად მაცხოვარი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხატი. ერთი ხატი, რომელსაც აქვს სრული ორბუნება. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ერთი ჰიპოსტასური ხატის განყოფა მაცხოვარში და ორ ხატად მისი წარმოჩენა, როგორც უკვე ვთქვით, ესაა ნესტორიანული ერესი, როგორც ამას პირდაპირ ვკითხულობთ ხსენებული ძეგლის 529 გვერდზე. ნისტორიოს განმყოფელი ხატისა ქრისტესისაი. ესე იგი, იგივეა, რაც ქრისტეს ჰიპოსტასის გამყოფელი და მართლა ცნობილია, რომ ნესტორი ორ ჰიპოსტასს აღიარებდა განკაცებული ღვთისას, ორ ძეობას ქადაგებდა, ორ პირობას, ორ პიროვნებას მისას და შესაბამისად ორ ხატობას. მაშინ როცა მართლმადიდებლური მოძღვრება კვლავაც მკაფიოდ სწამებს, რომ განკაცებული ღმერთი ერთი ჰიპოსტასური ხატის მქონეა ორი ბუნებით. იგივე ტერმინი ხატი ჰიპოსტასური გაგებით განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით ჩვენ გვხვდება გაცილებით გვიანაც, თქვათ მე-13 საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწესთან საბა სვინგელოსთან, რომელიც ზემორე ფორმულირებათა მსგავს ფორმულირებას გვაწვდის. ორითა ბუნებითა, ღმრთეებისა და კაცებისაითა, ხატი ერთი, სიტყვისა ღმრთისა ხორცშესხმულისაი. ამაზე მკაფიოდ თქმაც ვფიქრობთ ასევე შეუძლებელია. აქ დამოწმებული ციტატები რომ ჩვენ შევაჯამოთ, ასეთ დებულებას ჩამოვაყალიბებთ. მართლმადიდებლობა ურყევად გვასწავლის, რომ არსებობს ერთი მხრივ ხატი არსისა, ხატი ბუნებისა, რაც არის ბერძნულად მორფე, და მეორე მხრივ ხატი გვამოვნებისა, ხატი პირისა, რაც არის ბერძნულად ხარაქტერ. შესაბამისად, ესე იგი არსებობს ერთი მხრივ ხატი არსისა, ბუნებისა, რაც არის ბერძნულად მორფე, და მეორე მხრივ ხატი გვამოვნებისა, პიროვნებისა, რაც არის ბერძნულად ხარაქტერ. შესაბამისად არსებობს ერთი არსობრივი ხატი, ანუ ბერძნულად მორფე, ყოვლადწმინდა სამებისა და ორი არსობრივი, ანუ ბუნებითი ხატი, ანუ იგივე ორი მორფე, განკაცებული ღვთისა და ამავე დროს არსებობს სამი ჰიპოსტასური ხატი ყოვლადწმინდა სამებისა და ერთი ჰიპოსტასური ხატი, ანუ ბერძნულად ხარაქტერ, განკაცებული ღვთისა. ტერმინი ხატი, როგორც აღნიშნავდით, წმინდა ბასილ დიდისა და წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა თვისობრივ გამოხატულებას, თვისობრივ აღბეჭდილობას და ეს ტერმინი ხატი სწორედ თვისებას უიგივდება.
რადგან ისევე როგორც არსებობს ერთიანი არსობრივი თვისება ყოვლადწმინდა სამებისა და ესაა ღმრთეება და ამასთან სამი შეურევნელი ჰიპოსტასური თვისება, ესენია მამობა, ძეობა და გამომავლობა, მსგავსადვე არსებობს ერთიანი არსობრივი ხატი, ანუ მორფე ყოვლადწმინდა სამებისა და ესაა ღმრთეება და ამასთან არსებობს სამი შეურევნელი და განუყოფელი ჰიპოსტასური ხატი, ანუ ხარაქტერი, ესენია მამობა, ძეობა და გამომავლობა. ასე ჯამდება ტერმინ ხატის საღვთისმეტყველო შინაარსი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსად არასოდეს არც ერთ მართლმადიდებელ მოძღვარს სხვაგვარად არ უსწავლებია. ამით საზღვრავთ ამ შემთხვევაში ჩვენ ტერმინ ხატის შესახებ საუბარს შემოქმედთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამებასთან დაკავშირებით, განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით და შეუდგებით იმავე ხატის საღვთისმეტყველო შინაარსის გადმოცემას უკვე ქმნილებასთან, ადამიანთან მიმართებით და მცირედი დოზით ანგელოზურ ძალებთან დაკავშირებითაც. ოღონდ ამჯერადაც, რა თქმა უნდა, საფუძველი ჩვენი მსჯელობის უნდა იყოს ზემოაღნიშნული ორმნიშვნელოვნება ხატისა, რომ ხატი ერთი მხრივ არის არსობრივი გაგების და მე რამდენად ვამბობთ, მაგრამ მაინც გვინდა ვთქვათ, რომ ესაა ბერძნულად ტერმინი მორფე და მეორე მხრივ ტერმინი ხატი არის ჰიპოსტასური გაგების და ესაა ბერძნულად ტერმინი ხარაქტერი. შესაბამისად, აი აქედან გამომდინარე, ანუ ტერმინ ხატის ორმნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ადამიანის ღვთისადმი ხატოვნება ორი ასპექტით წარმოჩნდება. პირველი, ადამიანი კაცობრივი ბუნება შექმნილია ერთარცება ღვთის ხატად და ასეთ შემთხვევაში ტერმინი ხატი ბუნებით შინაარ შეიცავს და ბუნებითი გაგებისაა და მეორე, ამავე დროს ადამიანი, როგორც მადლით ქმნილი ძე ღვთისა, ხატოვნებითად, ჰიპოსტასური ხატოვნების კუთხით, აღიბეჭდავს თავის თავში მეორე ჰიპოსტასის ბუნებით ძეობას მამისადმი. და ამ თვისების, ესე იგი ძეობილობის მხრივ, ადამიანის ჰიპოსტასურ არქეტიპად, ანუ პირმშო ხატად, ძველი ქართული ტერმინი რომ მოიხმოთ, საეკლესიო მოძღვრების მიერ ითქმის საკუთრივ ძე ღმერთი, რომლის ბუნებითი ძეობის ხატად მადლით შეიქმნა იგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანური ბუნება შექმნილია ყოვლადწმინდა სამების ბუნების ხატად, მაგრამ ნებისმიერ არსს, თვით არსთა დასაბამს, შეუქმნელს, თავად შემოქმედს, ერთი მხრივ ბუნებითი თვისება აქვს და მეორე მხრივ სამპიროვნული, ჰიპოსტასური. ანუ ნებისმიერ არსს აქვს ბუნებითი მხარე და აქვს ჰიპოსტასური მხარე. ადამიანსაც რა თქმა უნდა აქვს ბუნებითი მხარე და ჰიპოსტასური მხარე. ბუნებითად იგი შექმნილია ერთარცება სამების ხატად და სავსებით ცხადია, რომ ასეთი გაგებით ტერმინი ხატი ბუნებითი შინაარსისაა, მაგრამ ადამიანს აქვს ჰიპოსტასური მხარეც. ჰიპოსტასური ასპექტით. აი ამ ჰიპოსტასური კუთხით ჩვენ ვეღარ ვიტყვით, რომ ადამიანი შექმნილია ყოვლადწმინდა სამების ბუნების ხატად, იმიტომ რომ ჰიპოსტასი ბუნების ხატი არ შეიძლება იყოს. ჰიპოსტასი შეიძლება იყოს ჰიპოსტასის ხატი. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც დაისმის კითხვა ყოვლადწმინდა სამების რომელი ჰიპოსტასის ხატი შეიძლება იყოს ადამიანი, ეკლესიური მოძღვრება აბსოლუტურად კატეგორიულად ცალსახად და მკაფიოდ გვასწავლის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძე ღმერთის, ანუ ძეობის თვისების მქონე, ბუნებითი ძეობის თვისების მქონე ჰიპოსტასის ხატად შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი შექმნილი. ეს მხარე, რომ ადამიანი არის ძეობილი ღვთისა და შესაბამისად ბუნებით ყოვლადწმინდა სამების ხატი, ხოლო ჰიპოსტასით საკუთრივ ძე ღმერთის ხატი, აურაცხელი წყაროთი დასტურდება, ჩვენ სისტემური წესით ყოველივე ამას გადმოვცემთ, მაგრამ ვიდრე ამაზე ყურადღებას გავამახვილებდეთ, ჯერ იმ მხარეს უნდა შევეხოთ ხატის საღვთისმეტყველო რაობისა, რაც გულისხმობს მიმართებითობას. თუ ეს საკითხი ჩვენ ყოვლადწმინდა სამებასთან დაკავშირებით მეორე პლანზე განვიხილეთ, ამ შემთხვევაში ეს პირველ პლანზე უნდა განვიხილოთ, რადგანაც გასაღებს გვაძლევს ხატის ჰიპოსტასური გაგებისას კონკრეტულად ქმნილებასთან, ადამიანთან დაკავშირებით. ბუნებით გაგებაზე ამ შემთხვევაში პრობლემა არაა. არაა პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანური ბუნება ყოვლადწმინდა სამების ბუნების ღმრთეების ხატად არის შექმნილი. მაგრამ აქვს თუ არა ამავე დროს ტერმინ ხატს ჰიპოსტასური გაგება იმავე ადამიანის შესაქმესთან დაკავშირებით. ადამიანს ჰიპოსტასური ხატოვნება აქვს თუ არა, თუ მარტო ბუნებითი ხატოვნება აქვს ღვთისადმი. ბუნებითი ხატოვნების ასპექტით, რომ კვლავ ხაზგასმით ვიტყვით, იგი ყოვლადწმინდა სამების ბუნების ხატია და ამ გაგებით, რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა სამების ბუნება, როგორც ხატი ადამიანისა, ერთია აუცილებლად, იმიტომ რომ ერთია მამის, ძისა და სულიწმინდის მეუფება, ყოვლის შემძლეობა, ყოვლის შემოქმედებითობა, ყოვლის შემქმნელობა, ყოვლადცხოველმყოფელობა და ასე შემდეგ. ყველა ეს მათ შორის აბსოლუტურად ერთია და შესაბამისად ბუნებითი კუთხით ადამიანს ერთი ბუნებითი ხატი ჰყავს, რომლის მიმართაც ხატოვნებითაც იგი არის შექმნილი, ესაა ყოვლადწმინდა სამების ღმრთეება. მაგრამ
აქვს თუ არა ჰიპოსტასური ასპექტი, ანუ ჰიპოსტასური გაგება ტერმინ ხატს ადამიანთან დაკავშირებით. ჰიპოსტასური ხატოვნება აქვს თუ არა ადამიანს, თუ მხოლოდ ბუნებითი ხატოვნება აქვს მას. როგორც უკვე აღნიშნეთ, არც ერთი არსი არ შეიძლება მხოლოდ ერთი ასპექტით იყოს, არსებობდეს, თქვათ, მხოლოდ ბუნებითი გაგებით. ბუნებითი მხარე თავისთავად არაერთის აგვინიშნავს და ეკლესიის მამებს კაფიოს სწავლება აქვს ამასთან დაკავშირებით. ბუნებითი მხარე, ბუნება საზოგადოდ თავისთავად არც არსებობს. ჩვენ ბუნებას ვერასოდეს ვერსად ვერ მოვიხელთებთ, თქვათ იგივე კაცობრივი ბუნება. ყოველად მოუხელთებელია სადმე არ დევს, რომ ჩვენ მივიდეთ და შევეხოთ მასთან და გონებით მივწვდეთ რაღაც რეალურად არსებულს. ამ შემთხვევაში ესაა აბსტრაქტული მონაცემი, ნებისმიერი ბუნება მაშინ ხდება საცნაური და საცნობი და საწვდომი ჩვენთვის, როდესაც ეს ბუნება ჰიპოსტასში მჟღავნდება. ჩვენ თავის დროზე ამის მრავალი ნიმუში მოვიხსენებთ, მაგრამ უფრო მკაფიო რომ იყოს ჟამინდელი მსჯელობა, მაინც გავიხსენებთ ერთ ნიმუშს, რომ თქვათ, ადამიანური ბუნების თვისებაა მოაზროვნეობა. მაგრამ ჩვენ ამ ბუნების თვისებას ვერსად ვერ პოვებთ, ცალკე მოაზროვნეობა, როგორც ასეთი სადმე არ არსებობს. მაგრამ ვხედავთ რა ადამიანს მოაზროვნეს, პიროვნებას, პირს, ჰიპოსტასს მოაზროვნეს, აი ამ ჰიპოსტასში მჟღავნდება მისი ბუნებითი თვისება მოაზროვნეობა. ანუ ბუნებითი თვისება ყოველთვის ამოქმედებული ხდება ჰიპოსტასში. ჰიპოსტასში ამოქმედების გარეშე ბუნებითი თვისება არც არსებობს. ძალიან კადნიერად რომ ვთქვათ, ღმრთეება არ არსებობს სამპიროვნების გარეშე. საღვთო ბუნება არ არსებობს მამის, ძისა და სულიწმინდის გარეშე. მამაში, ძეში და სულიწმინდაში ვლინდება ღმრთეება, მათი ერთი ბუნება, ისე როგორც თითოეულ ადამიანში ვლინდება ადამიანური ბუნება, თითოეულ ანგელოში ვლინდება ანგელოზური ბუნება და ასე შემდეგ. ანუ ბუნება ყოველთვის ჰიპოსტასში ვლინდება. ჰიპოსტასისგან მოწყვეტილად და ცალკე ბუნება არ არსებობს, ისე როგორც არც ჰიპოსტასი არ შეიძლება არსებობდეს ბუნების გარეშე. ესაა განუყრელი მთლიანობა ორი მდგომარეობისა, ორი ასპექტისა, ერთმთლიანობა ფაქტობრივად მყოფობითი ნიშნით და შესაბამისად ადამიანთან დაკავშირებითაც, როდესაც ვამბობთ, რომ მისი ბუნება ყოვლადწმინდა სამების ხატად არის ქმნილი, ამავე დროს აუცილებლად ცხადია, უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ადამიანს აქვს ჰიპოსტასური ასპექტი, ჰიპოსტასური, ანუ გვამოვნებითი, ანუ პიროვნული მხარეც და ბუნებრივია დაისმის კითხვა, პიროვნულად ვისი ხატია ადამიანი, ვის ხატად შეიქმნა იგი, თუ პიროვნულად არავის ხატად არ შექმნილა. შესაბამისად, რამდენადაც ეკლესიური სწავლება აქვე რომ თქვა, მკაფიოდ განმარტავს, რომ ადამიანი ბუნებითადაც შეიქმნა ხატად ღვთისა და პიროვნულადაც ხატად ღვთისა, ოღონდ პირველი ასპექტით, ანუ ბუნებითი კუთხით, ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმინდა სამების ბუნების ხატად, ხოლო ჰიპოსტასური გაგებით, თუ ვის ხატად შეიქმნა ადამიანი, ანუ ვინ არის მისი არქეტიპი, მისი პირმშოხატი, ანუ პირველსახე, ანუ პროტოტიპი, ეს ეკლესიური ტერმინები გახლავთ ყველა, ბერძნულად არქეტიპოს და პროტოტიპოს, ქართულად რამდენიმე ტერმინი მათი შესატყვისი, რაზე ჩვენ საუბრობდით, პირმშოხატი, პირმშოსახე, სახის დასაბამი და დასაბამსახე, აი ეს 4 ძირითადი ტერმინი გვაქვს ჩვენ ბერძნული არქეტიპისა და პროტოტიპისა ქართულად, ქართულ საღვთისმეტყველო ტრადიციაში და აი ეს ტერმინები მოიხმობა ეკლესიის მამათაგან აურაცხელ შემთხვევაში, როდესაც ითქმის, რომ ადამიანის ბუნების პირმშოხატი, ანუ მისი არქეტიპი, ადამიანური ბუნება ხატია, მაგრამ ვისდამის ხატია, ის მისი არქეტიპია. ჩვენ საუბრობდით არქეტიპისა და ხატის ურთიერთმიმართებაზე, ამჯერად ქმნილებისა და ღვთის ურთიერთმიმართება კვლავ ამ ტერმინებს მოგვახმოვინებს, ღმერთი არის არქეტიპი, ანუ პირველსახე, პირმშოხატი ქმნილებისა, ამ შემთხვევაში ადამიანისა, ხოლო ადამიანი არის ამ არქეტიპის ხატი. და როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანური ბუნების არქეტიპი, ანუ პირმშოსახე, ანუ პირველ ხატი, პირველსახე არის საღვთო ბუნება, რომლის ხატადაც იგი არის შექმნილი და როდესაც მეორე მხრივ დაისმის კითხვა, ადამიანის ჰიპოსტას აქვს თუ არა და ჰყავს თუ არა ასეთივე არქეტიპი, თუ იგივე საღვთო ბუნებაა მისი ჰიპოსტასის არქეტიპი, აქ უკვე ჩვენ ვალდებულნი ვართ განვიხილოთ სწორედ ეს ტერმინი არქეტიპი უკვე საკუთრივ ადამიანთან მიმართებით. ქართულ საღვთისმეტყველო ტრადიციაში არსებობს ტერმინთა ბუდე, ასე ვთქვათ, ტერმინთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენებულია ერთ კერძოობით ტერმინზე და სახელდობრ ეს ტერმინი გახლავთ პირმშო. პირმშო უძველესი ტერმინია და პირმშო ჩვეულებრივ ნიშნავს პირველ შობილს. ესა მისი ძირითადი მნიშვნელობა. ტერმინ პირმშოს ძირითადი მნიშვნელობა გახლავთ პირველ შობილი, ბერძნულად პროტოტოკოს. პერვაროდნი, რაცა რუსულად, აი ეს ძველქართულად გახლავთ პირმშო. და ეს ერთი მხარეა ამ ტერმინისა და ამ გაგებით ტერმინი პირმშო მხოლოდ და მხოლოდ ზეღმერთისადმი ითქმის და ზეღმერთისადმი მხოლოდ განკაცების შემდეგ, როდესაც მან ადამიანური შობილობა მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, განკაცდა, იცხოვრა, იქადაგა, გამოიხსნა კაცობრივი ბუნება, მსხვერპლი შეწირა, ჯვარსეცვა, დაეფლო, აღდგა, ამაღლდა. კაცობრივად აღასრულა მან ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, და მან სწორედ განკაცებისას მიიღო პირმშოობა.
შესაბამისად ტერმინი პირმშო იმ პირველი ძირითადი მნიშვნელობით, პირველშობილობის მნიშვნელობით, ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტაზთან ითქმის მხოლოდ და მხოლოდ ზეღმერთისადმი და ზეღმერთისადმის ითქმის მხოლოდ და მხოლოდ განკაცების შემდეგ. მაგრამ იგივე ტერმინი პირმშო, რომელიც სათავე გახდა სხვა ტერმინებისა და ამიტომ ვართ ვალდებული ჩვენ რომ ამ ტერმინ პირმშოს მეორე მნიშვნელობაც ვიცოდეთ, თორემ ძალიან დიდ დავნეულობაში შევართ, ხოლო სათავე გახდა ისეთი ტერმინებისა, რომლებსაც უკვე პირველშობილობის შინაარსი არანაირად არ აქვს, ესე იგი თუ ტერმინ პირმშოს ცალკე აღებულს აქვს გამოკვეთილად პირველშობილობის შინაარსი, მეორე მხრივ იმავე პირმშოდან აღმოცენებული ტერმინები, ვთქვათ, პირმშოი სახე და პირმშოი ხატი, არანაირად აღარ გულისხმობენ პირველშობილს. მაგრამ მაშინ როგორ მოხდა, რომ პირმშოდან აღმოცენდა ეს ტერმინები? ეს მოხდა იქედან გამომდინარე, რომ ტერმინ პირმშოს ქართულად აქვს არა მხოლოდ ერთი მნიშვნელობა, არამედ ორი მნიშვნელობა. ერთი მნიშვნელობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველშობილი, პროტოოტოკოს ბერძნულად, მაგრამ მეორე მნიშვნელობა, რომელიც ასევე საკმაოდ გავრცელებულია და მრავალი წყაროა მეორე მნიშვნელობის დამადასტურებელი, ეს გახლავთ პირმშოს შინაარსი ზოგადად პირველადობის კუთხით, არა შობილობასთან დაკავშირებით, არამედ შობილობის გარეშე აბსოლუტური გაგებით, პირმშო ნიშნავს ამავე დროს პირველადს, თავდაპირველს. და სწორედ ამ გაგებით გახდა ეს ტერმინი სათავე იმ ქართული ტერმინებისა, რომლებმაც გადმოსცეს ბერძნული არქეტიპოს და პროტოტიპოს. პროტოტიპი და არქეტიპი თავდაპირველს ნიშნავს სწორედ, თავდაპირველ სახეს, თავდაპირველ ნიმუშს, პირველადს და მის შესატყვისად, როდესაც ქართულში დაკანონდა ორი ტერმინი, ჩვენ სხვა ტერმინებს სხვა დრო შევეხებით, პირმშოი სახე და პირმშოი ხატი, აი ამ ქართულ ტერმინებში სიტყვა პირმშოი პირველი ნაწილი ამ ფაქტობრივად კომპოზიტური ტერმინებისა აღარ გულისხმობს არანაირად შობილობას, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირველადს. ანუ ახალ ქართულად რომ ვთარგმნოთ ჩვენ ტერმინი პირმშოი ხატი, ის იქნება ასეთი პირველადი ხატი, თავდაპირველი ხატი. და ასევე პირმშოს სახეც ახალ ქართულად რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ პირველადი სახე, თავდაპირველი სახე. მაგრამ ეს პირველადი და თავდაპირველი თვითონ პირმშოშიც დევს და ამან გახადა შესაძლებელი რომ ტერმინი პირმშო ასეთი ტერმინების საფუძველი გამხდარიყო. ახლა ის აღნიშნოთ, რომ ხომ არ შეიძლება მაინც რაიმეთი თუნდაც ნიუანსობრივად ტერმინი პირმშო კომპოზიტურ მთლიანობაში სხვა ტერმინებთან ინარჩუნებდეს შობილობის გაგებას. რა თქმა უნდა, ეს ყოვლად შეუძლებელია ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე. ტერმინები პირმშოი ხატი და პირმშოი სახე ძველ ქართულ საღვთისმეტყველო ტრადიციაში უპირველეს ყოვლისა და უმალ ეწოდება საკუთრივ ღმრთეებას, ყოვლადწმინდა სამებას, როგორც ადამიანური ბუნების არქეტიპს. ჩვენ აღნიშნეთ, რომ ადამიანური ბუნება შექმნილია ღმრთეების, ყოვლადწმინდა სამების ბუნების ხატად, ყოვლადწმინდა სამების ღმრთეება, მისი ერთარსება არის ამ შემთხვევაში არქეტიპი ადამიანური ბუნებისა, როგორც მისდამი ხატისა. და ეს არქეტიპი, რადგან ძველ ქართულად სწორედ პირმშო ხატად და პირმშო სახედ გადმოიცემა, თუ ჩვენ პირმშო ხატში და პირმშო სახეში პირველშობილი ხატი და პირველშობილი სახე ვიგულისხმეთ, ადვილი წარმოსადგენია რა ცდომილებამდე მივდივართ, რომ მაშინ გამოვა, რომ ყოვლადწმინდა სამება ყოფილა ადამიანური ბუნების პირველშობილი ხატი, რაც აბსოლუტური ნონსენსი არის მოგეხსენებათ და ამავე დროს უეჭველი დადასტურება იმისა, რომ უკვე ამ კომპოზიტურ გამთლიანებაში, ესე იგი ტერმინებში პირმშო ხატი და პირმშო სახე, კერძოობითი ტერმინი პირმშო არანაირად აღარ შეიცავს შობილობის გაგებას, თორემ ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა მისი განკუთვნა აბსოლუტურად თავისთავად ცხადი ამაზე ლაპარაკი ძენ მეტია უშობელი ღმრთეებისადმი. ხოლო ეს რომ მართლაც ასია, რომ ტერმინი პირმშო ხატი უპირატესად ქართულში სწორედ ყოვლადწმინდა სამებას განეკუთვნება, ამის აურაცხელი ნიმუში შეგვიძლია მოვიხმოთ და მათ შორის თქვათ შეგვიძლია დავიმოწმოთ წმინდა დიონისე არიოპაგელის ნაშრომი, სახელგანთქმული ნაშრომი საღვთოთა სახელთათვის, რაც ქართულად თარგმნა წმინდა ეფრემ მცირემ და სადაც ღმრთეებაზე, ყოვლადწმინდა სამებაზე, როდესაც მსჯელობა ასეთი რამ არის თქმული. ჩვენ ძველ ქართულ ციტატას დავიმოწმებთ, საკმაოდ რთული ეს ციტატა, მაგრამ ის კი მკაფიოდ ჩანს, რომ აქ პირმშო სახეობა, ანუ პირმშო ხატობა, ანუ იგივე არქეტიპობა განეკუთვნება ყოვლადწმინდა სამებას, მარადიულად და ყოველთვის უშობელს, რა თქმა უნდა. ამისთვის ნათელთ სახელობითი გალობები სახიერებაი, ანუ აქ ყოვლადი სიკეთე თავად ღმრთეებას უტოლდება. რომელმან მზისა შორის, ვითარცა სახისა შორის, აჩვენა პირმშოი ხატი თვისი, ბერძნულად გახლავთ არხეტიუპონ, რამე თუ ვითარცა იგი ყოველთა მიერ კერძოისა ღმრთეებისა სახიერებაი, უზენაესთა მათ და უმოხუცებულესთა არსებათაგან იწყებს და ვიდრე უკუანაისკნელთადმდე მოიწევის, ეგრეთვე სახიერებისა ღმრთისა საჩინოი სახე, დიდი ესე და ყოვლად მრწყინვალე და მარადის მნათობი.
ასევე დაუშვათ სხვა ციტატა უფრო ადვილად აღსაქმელი, ასე ზეპირად ეს გახლავთ წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომიდან დაბადებისათვის კაცისა, რომლის თანმელი წმინდა გიორგი მთაწმიდელია, სადაც ყოვლადწმინდა სამებასთან დაკავშირებით, უпроსორად ყოვლადწმინდა სამებისადმი ადამიანის ხატოვნებასთან დაკავშირებით კითხულობთ. ხოლო კაცმან პირმშოი იგი ხატი, ბერძნულში არის το არხეტიუპონ, გამოწულილვით გამოიწეროს მსგავსებისა მიერ და ხატოვნებისა. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანური ბუნება რამდენადაც ქმნილებისათვის შესაძლებელია ზედმიწევნით აღიბეჭდავს, როგორც ხატი თავისი პირმშო ხატის, ანუ არქეტიპის მსგავსებას. თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია განსხვავება პირმშო ხატს, ანუ ღმერთს, ღმრთეებასა და ქმნილებას ადამიანს შორის. მხოლოდ ხატოვნებითად არის აჩრდილისებრ მისდამი მიმსგავსებული ადამიანი, თორემ მათ შორის არის უდიდესი სხვაობა, როგორც ეს იმავე წმინდა გრიგოლ ნოსელისგან ხაზგასმითაა თქმული, ფრიადი განყოფილება იხილვების შორის პირმშოისა მის სახისა, ბერძნულად არხეტიუპონ და შორის ხატად მისა დაბადებულისა. ანუ დიდი სხვაობაა პირმშო ხატსა და მის ხატად დაბადებულ ადამიანს შორის. აი ეს აზრი გახლავთ აქ უწყებული. კიდევ მსგავსებასა შინა პირმშოისა ხატისასა იყო კაცი. იგულისხმება 64-ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ უცოდველი გახდათ და როდესაც მართლაც ინარჩუნებდა პირმშო ხატისადმი, ანუ ღმრთეებისადმი მსგავსებას. იგი როგორც ხატი შეურყვნელი იყო ჯერ კიდევ და ამ თავის შეურყვნელ ხატოვნებას კვლავაც ინარჩუნებდა 64-ში თავისი პირმშო ხატისადმი, ანუ თავისი არქეტიპისადმი. კიდევ და ბუნებაზე მკვეთრი ხაზგასმა. კაცობრივითსა ბუნებაი ვინაიდან ნიშნავს მას შემდეგ რაც თავრად სხვათამად შეიმზადებოდა, ანუ ხელმწიფედ ამ ქვეყნიურ ხილულ ნივთთა და არსთა, მსგავსებითა მით ყოველთა მეუფისაითა შემკული იყო, ვითარცა სულიერი რაიმე ხატი და ესრეთ აღემართა ზიარებად პირმშოისა მის ხატისა სახელითა და პატივითა. რამე თუ არცა პირმშოიგი ხატი არის ამაჩინა, გარნა ძოწეულისა წილ ემოსამას სათნოებაი. ეს ვრცელი ციტატაა, ჩვენ ცოტათი შევამოკლეთ, იმიტომ შეიძლება აქ რაღაც ცოტა გაუგებრობა იყო, რაც დავიკითხეთ, მაგრამ ის რაც აგვენიშნა გვინდოდა, მკაფიოდ ჩანს, რომ ადამიანი ყოველთა მეუფის, ანუ პირმშო ხატის მსგავსებით იყო შემკული, როგორც სულიერი რაიმე ხატი. ადამიანი არის ხატი, მისი პირმშო ხატი, ანუ მისი არქეტიპი არის ყოვლადწმინდა სამება. ასევე პირმშოიგი ხატი გამოწულილვით ნიშნავს ზედმიწევნით, გამოიწეროს მსგავსებისა მიერ და ხატოვნებისა, მრავალსახე და პირად არიან ფერნი იგი და ხატნი, რომელთა მიერ ჭეშმარიტი იგი პირმშოი ხატი გამოისახვის. ანუ არსებობს ერთი მხრივ ჭეშმარიტი პირმშო ხატი, ჭეშმარიტი არქეტიპი და მეორე მხრივ არსებობს და შექმნილია ხატი, რომელსაც სანამ ის შერყნის თავის ხატოვნებას, ზედმიწევნითი მსგავსება აქვს თავისი პირმშო ხატისადმი, ანუ ღმრთეებისადმი, ანუ ერთარსება სამებისადმი. კიდევ აწუκუე ვინაიდან ერთი საღვთოისა ბუნებისა საქმეთაგანი არის მიუწდომელობაი ბუნებისა და არსებისაი, ყოვლითურთ უცილობელ არის, რაითა ხატსაცა, იგულისხმება ადამიანი, ამით კერძოითა, ესე იგი ამ მხრივაც, პირმშოისა მის ხატისა მსგავსებაი აქუნდეს. ესე იგი ყველა თვისებით და აქ ერთ-ერთი თვისება ამ შემთხვევაში დასახელებული, აუცილებლობაა, რომ ხატს მსგავსება ჰქონდეს თავისი პირმშო ხატისადმი, ეს პირმშო ხატი არის როგორც აქ პირდაპირ თქმული საღვთოი ბუნებაი, ხოლო ხატი გახლავთ ადამიანი, რომელიც სწორედ ღვთის მსგავსებად შეიქმნა. და კვლავაც საუბრობს და წმინდა გრიგოლ ნოსელი ღვთის, ღვთეების, ყოვლადწმინდა სამების, როგორც პირმშო ხატის და ადამიანის, როგორც მისდამი ხატის ურთიერთმიმართებაზე პირდაპირ ამბობს, პირმშოისა მის ხატისა შვენიერებაი ხატსა შორის იხილვების. ესე იგი, რამ შვენიერებაც აქვს ღმრთეებას, ეს არეკლვითად, მიმსგავსებითად ქმნილების დატევნისამებრ ადამიანურ ხატოვნებაში იხილვება. კაცისა დაბადებისათვის განზრახვაი წარმოიჩინების, თუ რომლისა პირმშოისა სახისა თანააც მსგავსება. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება გამოვიძიოთ, რომელ პირმშო სახეს, ანუ არქეტიპს ემსგავსება იგი. აი ამგვარი გახლავთ, კიდევ მრავალი ციტატა გვაქვს, ახლა ყველას ამჯერად ვერ წავიკითხავთ, ჩვენ შემდგომ ამ ციტატების კითხვას განვაგრძობთ, უბრალოდ ამჯერად გარკვეული დასკვნის გაკეთება ვფიქრობ აუცილებლობაა, რომ ტერმინი პირმშოი სახე, პირმშოი ხატი, რომელიც შეიძლება ჩვენს მსმენელსაც სადმე ძველ ქართულ ტექსტში უნახავს, ყოველთვის ბერძნულ არქეტიპს, ანუ პროტოტიპს გულისხმობს და არანაირად მას არასოდეს არ ქონია და არა აქვს გაგება რაიმე შობილობისა, რაც დამოუკიდებლად პირმშოს არაიშვიათად აქვს. ასე რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა გაუთანაბროთ ერთი ტერმინი
ფორმობრივად მისდამი მსგავს სხვა ტერმინს, იმიტომ რომ უბრალო ნიუანსიც კი ზოგჯერ დიამეტრულად ცვლის ამა თუ იმ ტერმინის მნიშვნელობას. ამჯერადაც ეს ვითარება პირმშო ცალკე აღებული ძირითადად პირველ შობილს ნიშნავს, მაგრამ იგივე პირმშო კომპოზიტურ მთლიანობაში სხვა ტერმინებთან აბსოლუტურად გამორიცხავს თავისი თავიდან შობილობის გაგებას და მხოლოდ პირველადობის, თავდაპირველობის შინაარსით არის გამსჭვალული. დროებით აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისას.